გამარჯობა. არო. ხო, დღევანდელი ვიდეო უნდა ყოფილიყო ევანგელიონზე რა. უნდა ამეხსნა ევანგელიონის დასაწყისი და მთლიანობაში სერიები აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ამეხსნა. მაგრამ ახლა ხანს დასრულდა ტაკოპის პირველი ხმილი ცოდვა, ტაკოპის original scene. და გადავწყვიტე რომ ბარემ მაგაზე ჩავწერდი ვიდეოს დასრულთან დაკავშირებით და ზოგადად საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ეს ანიმე ეხება რა. ვისაც არ გაქვთ ნანახი ეს ანიმე, რა ვიცი, წინა ვიდეოშიც ვილაპარაკე, რომელიც მაგ ანიმეზე გადავიღარო, საკმაოდ კარგი არის და აუცილებლად უნდა უყუროთ თუ გაინტერესებს გავსი საკითხები. ასე რომ ვისაც არ გაქვთ ნანახი, ჯობს რომ უყუროთ, რა ვიცი. ხო, ვისაც გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ ამ ვიდეოსაც უყუროთ. კაი. შემიძლია რომ დავიწყო. პირველი საკითხის გარშემოც ეს ანიმე ზოგადად ბრუნავს არის მშობლების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები როგორც ასეთი მთავარი პერსონაჟები არ არიან, მთელი ანიმეს განმავლობაში ხედავთ როგორ ახდენს თითოეულ პერსონაჟზე, თითოეულ ბავშვზე თავიანთი მშობლები გავლენას. და როგორ იქცევიან შესაბამისად ბავშვები. მაგისთვის ყველაზე ნათელი მაგალითი არის კაზუმა და მარინა. მოდი, ჯერ მარინათი დავიწყებ. ზოგადად, როცა მარინას ქცევებს რო გავუყვეთ ზოგადად და მარინას მდგომარეობას რო გავუყვეთ რა. მამამისი ღალატობს დედამისს და შესაბამისად ყოველთვის აქვთ ჩხუბი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მამამისი ჩაგრავს დედამისს რაღაც სიტუაციებში და ამითი თავს ცუდად გრძნობს დედამისს. ხო, დედამისი ჩაგრავს მარინას, ცემს, ეჩხუბება, რაღაცებს თხოვს და ამავდროულად და ამავდროულად. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს რა თქმა უნდა დედამისაც და მოთხოვნილება აქვს რომ ელემენტარული მარინას მაინც სჭირდებოდეს, იმიტომ რომ თავის ქმარს არ სჭირდება, ხო, როგორც პარტნიორი, როგორც ადამიანი, როგორც ოჯახის წევრი არ სჭირდება ქმარს, სახელები არ მახსოვს ეს ქალი. შესაბამისად მარინაზე გადადის ეს პასუხისმგებლობა აბსოლუტურად, ხო, მარინას აკისრებს ამ პასუხისმგებლობას, რომ რასაც ეს ეთყვის, ყველაფერი უნდა გააკეთოს, მარინას უნდა უყვარდეს, კარგად უნდა ექცეოდეს და ყველაფერს ისე უნდა ასრულოდეს, როგორც ეს ეთყვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო მარინა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეხლა ბავშვების შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე, რომ რაც ბავშვი არის ოჯახის სარკე. შესაბამისად, ან მარინაც არის პირდაპირ ანარეკლი საკუთარი ოჯახის წევრების დედასი და მამასი, უფრო მეტად დედამისის. როცა პირველად ტაკოპის ხვდება, ანუ ორიგინალ დროის ხაზში ხო პირველად მარინას ხვდება ტაკოპი. ტაკოპის ექცევა ზუსტად ისე, როგორც დედამისი ექცევა თვითონ მას. ცემს, ეჩხუბება, ცუდად ელაპარაკება და რაღაცებს თხოვს, ან მოთხოვნები აქვს ესე რომ თქვა რაღაც პირობებს უყენებს და ბუნება რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს და თანამედროვეულად ჩაგრავს, ხო? მაგრამ მარინას ოცნება არის ის, რომ შვილი ყავდეს, რომელსაც ისე არ მოექცევა, როგორც დედამისი ექცევა მას. რაღაც ნორმალურად გაზრდის და ეყვარება საკუთარი შვილი მართლა და არ ცემს და არაფერი. მაგრამ იქიდან გამომდინარე ბავშვი არის ვერ ხვდება რამდენად ემსგავსება დედამისს. ანუ რამდენად ირეკლავს იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება ზოგადად რა. და ზუსტად ეგ მომენტი არის, როცა ტაკოპი ეკითხება, რომ შენ იმიტომ ექცევი ესე, რომ დედა შენი გექცევა ეგრე და ეგ არის სწორი მიდგომა. რაღაც ძალიან უბრალო კითხვა არის, ხო? იმიტომ რომ ტაკოპისაც არ აქვს წარმოდგენა, რომ ყველაფერი არასწორი არის. თulis რომ რაღაც სიტუაცია მისაღები არის, იმიტომ რომ არ იცნობს ადამიანებს ზოგადად რა არის სწორი და რა არის არასწორი მაგათ შემთხვევაში და რა სტკივად, რა არ სტკივად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა სიამოვნებთ და რა არ სიამოვნებთ. და ზუსტად მაგ მომენტში აანარძებს მარინა, ხვდება, პატარა ბავშვი ხვდება იმას, რომ რასაც დედამისი უკეთებს, ანალოგიურს გაუკეთებს საკუთარ შვილსაც. და მაგ დროს ხდება მასში რაღაც გარდატეხა, ხო? გაანალიზებს მაგ ყველაფერს, აღიქვამს მაგ ყველაფერს და მერე უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ეგ ყველაფერი უნდა გამოასწოროს. ანუ მერე კაზუმასთან ურთიერთობას ცდილობს და შემდეგ რაც ცუდად დამთავრდება და საბოლოო ჯამში ტაკოპი დაბრუნდება, ასე ვთქვა. ხო, ეხლა რა ხდება მაგ სიტუაციაში? ანუ არა მარტო მარინა არის მაგ სიტუაციაში მსხვერპლი. უკვე მაგ გავლენის მსხვერპლი ტაკოპიც ხდება. ტაკოპი რახან ბავშვივით არის და არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია ზოგადად რა არის სწორი და რა არის არასწორი. ერთ-ერთი რაც არის ის, რომ ადამიანები და ზოგადად არსებები უნდა იყვნენ ბედნიერები. მარინასგან იღებს და სწავლობს იმას, თუ როგორ უნდა მოექცეს სხვა არსებებს. შესაბამისად, როცა ტაკოპი ბრუნდება თავის პლანეტაზე, დედამისი ექცევა ცუდად. მაგის პლანეტაზე ყოველს დედა არის აბსოლუტურად. ხელს გაარტყავს
და წინააღმდეგობას გაუწევს წესებს, ხო? შესაბამისად, ტაკოპიც ამ შემთხვევაში უკვე ლუპის მსხვერპლი არის. რაღაც ზემოდან მომავალი ლუპის მსხვერპლი არის, ხო? ან მშობლების მსხვერპლი არის ამ შემთხვევაში. მარინას მშობლების მსხვერპლი არის. და როცა ბრუნდება, საბოლოო ჯამში ანალოგიურად იქცევა, როგორც მშობლები იქცევიან, მარინას მშობლები იქცევიან, ან როგორც მარინა იქცევა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ახლა კაზუმას. კაზუმაც ანალოგიურად დედის მსხვერპლი არის, ხო? კაზუმას აქვს არასაკმარისობის განცდა საკუთარი ძმის გამო. რეალურად თავისი ძმა მაგ ყველაფერში დამნაშავე არ არიან. დედა არის ამ შემთხვევაში დამნაშავე, იმიტომ რომ ყოველთვის ადარებდა ძმებს ერთმანეთს და ყოველთვის ბევრს თხოვდა კაზუმას. შესაბამისად, აზუმას გაუჩნდა არასაკმარისობის განცდა და უნდა რომ ადამიანებს, როგორც უნდა რომ დედამის მოსწონდეს და აფასებდეს და კარგად ექცეოდეს, ანალოგიურად უნდა სხვა ადამიანებს რომ კარგად ექცეოდნენ. ყველა ადამიანთან, რომელსაც ხვდება, რომელთანაც კომუნიკაცია აქვს, უნდა რომ დააფასონ, მოეწონოთ, შეუყვარდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც, მის ქცევებს განსაზღვრავს. ცდილობს რომ ყველაზე კარგი ადამიანი იყოს, ყოველთვის კარგად მოიქცეს, არაფერი არასწორად არ გააკეთოს, კარგად ისწავლოს. ბევრი რაღაცა, ხო? ბევრი რაღაცა აკეთებს, ესე რომ ვთქვათ. ეს არის აზუმას პრობლემა, რომელსაც ვერ აანალიზებს, რომ არც თავის ძმა ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერში დამნაშავე არ არის. დამნაშავე არის დედა ამ შემთხვევაში, ხო? აზუმას პრობლემა სხვა ადამიანებზე ნაკლებად გადადის, არ გადადის, ესე რომ ვთქვათ, რა მის პრობლემა სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ თვითონ აქვს არასაკმარისობის განცდა და შესაბამისად სხვა ადამიანებს არაფერს არ თხოვს, პირიქით თვითონ უნდა გაუკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი. რაც შეეხება შიზუკას. შიზუკაც ანალოგიურად არის მშობლის მსხვერპლი, ხო? დედამისის მსხვერპლი ამ შემთხვევაში და დაკარგული მამამისის. მამამისი ამ შემთხვევაში რო არ არის საერთოდ, რო არ არსებობს საერთოდ სახლში, რო არ არის და არ ეხმარება და ასე შემდეგ და არ ელაპარაკება და ასე შემდეგ. ეგ არის პრობლემა მამასთან მიმართებაში, მაგრამ დედასთან მიმართებაში არის უყურადღებობა. უყურადღებობა და ის რომ არ უსმენს შიზუკას და იქცევა ისე როგორც თვითონ უნდა, თითქოს შვილი არ ყავს საერთოდ და შვილს არანაირი გავლენა არ აქვს მაგთან გამომდინარე. მაგაზე ისიც მეტყველებს რომ სახლი ყოველთვის დასალაგებელია, ბინძურია და მაგ ყველაფერში ცხოვრობს შიზუკა. მოკლედ რო ვთქვათ, ფეხაზე კიდია დედამისის ყველაფერი აბსოლუტურად, ხო? შიზუკაც ანალოგიური პერსონაჟია, არაფერი არ აინტერესებს, უბრალოდ უნდა რომ კარგად იყოს. ერთ-ერთი რაც აინტერესებს არის საკუთარი ძაღლი. ჩაპი, რომელიც რაღაც ემოციური საპორტი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხო? დიდი არ არის ახლა შიზუკა 9 წლის არის და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩაპი ყავდა, ვინც ყველაფრის როლს ირგებდა. Emotional support ფლაშიები და რაღაცები რო არის ხოლმე, მსგავსი რაღაცა იყო ჩაპი მის ცხოვრებაში. და დასასრულისკენ, როდესაც შიზუკა მამამისთან მიდის, ანალიზებს რომ მართლა, მამამისის არ არსებობა, მამამის არ ყოფნა სახლში. ესე ვთქვათ, შიზუკას ილუზიას უქმნიდა იმისას, რომ მამამის რო იქ ყოფილიყო, სხვანაირად მოიქცეოდა, მიხედავდა, მოусმენდა, დაეხმარებოდა. მამამისი ეგეთი ტიპაჟი იქნებოდა, ესე წარმოდგენა ჰქონდა მამამისზე შიზუკას რაღაც მხრივ, ხო? იმიტომ რომ როცა არ არსებობს ვიღაც შენ ცხოვრებაში და შორს არის და არანაირი წარმოდგენა არ გაქვს. როგორი ადამიანია, მაგრამ მშობელია მაინც, ხო? აი მშობელი ესეთი უნდა იყოს. და არანაირი დასაყრდნობი არ გაგაჩნია, მithumetes როცა ბავშვი ხარ, ბავშვებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და არა ზრდასრულების ხანაა შეიძლება აგექონდე მაგ ყველაფერს პროფესიონალურად, ხო? არანაირი წარმოდგენა როცა არ აქვს ბავშვს, იმის მიხედვით იქნის წარმოდგენას, რაც იცის. გინდაც ზღაპრებიდან ან რაღაცა უბრალო ამბებიდან, წიგნებიდან ან სხვა ადამიანებს როცა უყურებენ, სხვა ბავშვებს როცა უყურებენ, როგორ ექცევიან თავიანთი მშობლები, მაგის მიხედვით იქნიან წარმოდგენას, როცა რაღაც სხვა საფუძველი არ გააჩნიათ, რომ იმის მიხედვით ააწყონ საკუთარი მსჯელო. შესაბამისად, შიზუკას იმედი მაინც ჰქონდა, რომ მამამისი კარგი ადამიანი იქნებოდა საბოლოო ჯამში. შიზუკას მამაზე ზოგადად არ შეგვიძლია იმ კუთხით ვიმსჯელოთ, კარგი ადამიანია თუ ცუდი ადამიანია, ხო? რაღაც შეგვიძლია რომ თქვათ, რომ ცუდი ადამიანია იმის გამო რომ შიზუკა მიატოვა და ყველანაირად გაწყვიტა ამასთან ურთიერთობა და შემდეგ, ხო? ეგ არასწორი არის, როცა შვილი ყავს და მასთან კომუნიკაცია არ გაქვს. ყველას გააჩნია რაღაც ცუდი მხარე, ხო? მაგრამ ამავდროულად რაღაც ოჯახი ყავს, საკუთარ შვილებს უვლის
და როგორც ნამდვილი მამა ისე ექცევა მათ. ამიტომ რაღაც პირდაპირ იმის თქმა, რომ შიზუკას მამა ცუდი ადამიანია, მაგას ვერ ვიტყვით. მაგრამ შიზუკას წარმოდგენებში ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცუდი ადამიანია. შესაბამისად, როცა შიზუკა მაგას ხვდება, რომ ანუ სხვებს კარგად ექცევა, სხვა ბავშვებს კარგად ექცევა, მაგრამ მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონდა, არ ეხმარებოდა და შემდეგ ხვდება, რომ არავინ არ ყავს სამყაროში, ჩაპის გარდა, ძაღლის გარდა, ვინც დაეხმარება და ვინც მის გვერდით იქნება, ხო? და ამიტომ სრულად მარტო სრულად გრძნობს საბოლოო ჯამში თავს, რადგან ჩაპიც აღარ ყავს უკვე, ხო? მამისთან რომ მივიდა, არ ჩაპი დახვდა და არც არავინ არ დახვდა. მამაც არ დახვდა რეალურად, ეს რო შევხედოთ მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ შიზუკას მამა აღარ არის ის რაღაც სხვა ოჯახის წევრი არის, სხვისი ოჯახია ის უკვე, ხო? ამიტომ სრულად მარტო დარჩა, ერთ-ერთი ვინც დარჩა იყო ტაკოპი, მაგრამ ტაკოპი ყოველთვის იყო რაღაც რის მიმართებაშიც ბოლომდე ემოციური დამოკიდებულება არ ქონია. და რა ხდება ახლა ამ სიტუაციაში, ხო? შიზუკა იწყებს ფიქს იმის შესახებ თუ რა დამიმართა ჩაპის. რაციონალურად რო შევხედოთ მაგ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მისი წარმოდგენები საერთოდ თითქოს არაფერზე არ არის დაფუძნებული, ხო, უბრალოდ წარმოედგინა, რომ ჩაპი შეჭამეს, დაკლეს და შეჭამეს, იმიტომ რომ ეგრე იქცევიან ეს ცუდი ადამიანები და რაღაც ეგეთ წარმოდგენა აქვს. ეგ სავარაუდოდ მოდის იქიდან გამომდინარე, რომ აი არ არის ნახსენები, მაგრამ ბავშვები რახან არიან, მაგიდან გამომდინარე ფიქრობ, რომ ეგრე არის. ზღაპრებიდან, რავი, წითელ ქუდას ამბავი ყველა მიცით ალბათ. და ანუ რა ქვია მონადირე რო გაუჭრის მუცელს მგელს და ამოიყვანს ცოცხალ ბებიას და წითელ ქუდას და აშენე, ხო? ზღაპრებში ხშირად არის ხო მსგავსი რაღაცები და ზუსტად მაქედან გამომდინარე ფიქრობ, რომ მსგავსი რაღაციდან გამომდინარე შეექმნა წარმოდგენა, რომ შეიძლება რომ ჩაპი გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, არასწორი არის ყველაფერი, მაგრამ ეს რაღაც პატარა წერტილი იმეც აძლევდა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა. და საბოლოო ჯამში ცოტა წარმოუდგენელი რაღაცა არის, მაგრამ დადიოდა და ვიღაცებს მუცელს უჭრიდა. რაღაც მსგავს რაღაც საკეთებდა. ცოტა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ პატარა ბავშვი არის. მაგრამ ნუ storyline-ის მიხედვით ჩდება ლოგიკაში, ესე ვთქვით, ხო? და როცა ბრუნდება შიზუკა იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იპოვა ჩაპი და რაღაცა, ბრუნდება ტაკოპისთან. და ნუ ტაკოპი გააჩერებს საბოლოო ჯამში და მიახვედრებს იმას, რომ თვად მარტო არ არის. ტაკოპი მის გვერდზეა და მისი მეგობარია და ყველაფერში დაეხმარება აბსოლუტურად რაც შეუძლია. შესაბამისად ტაკოპისთან დარჩება, ხო? მაგრამ ნუ აღარაფერი აღარ გააჩნია საერთოდ, ანუ სახლშიც აღარ ბრუნდება, არავინ არ ყავს და აშენდა და აშენდა, ხო? და ნუ ტაკოპი საბოლოო ჯამში უკან აბრუნებს დროს და საკუთარ ჩარევას, ნუ თვად არ აქრობს, რაღაც წერტილებს ტოვებს და მეხსიერებაში დარჩენილი აქვთ რაღაც ფრაგმენტები ამ ადამიანებს, ხო? ამ სამივე ბავშვს დარჩენილი აქვს რაღაც ფრაგმენტები და გამოასწორა, ესე რომ ვთქვა. და დასასრულში ყველა პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, ისევ რჩება მშობლების პრობლემა, ისევ იგივე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ის რამაც მსგავსი ძიმე პრობლემები გამოიწვია, ქრება. ან ტაკოპი ქრება ამ შემთხვევაში და რჩება როგორც რაღაცა პატარა მოგონება, რომელიც ყველას აერთიანებს, სამივეს აერთიანებს. პირველ რიგში პრობლემა, რომელიც იჭრება, არის შიზუკას და მარინასი, ხო? ორივე არის მარტოსული პერსონაჟი და არავინ არ ყავთ და ამავდროულად რთულ სიტუაციაში არიან. საკუთარი მშობლებიდან გამომდინარე და ერთმანეთთან მიმართებაში რაღაც აგრესიული დამოკიდებულება აქვთ. ნუ განსაკუთრებით მარინას აქვს ეს აგრესიული დამოკიდებულება და საბოლოო ჯამში ტაკოპის რაღაცა ნახატით მოახერხებენ, რომ ერთმანეთთან მეგობრობა დაიწყონ. ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც საუკეთესო მეგობრები გახდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის პრობლემა, რომ ერთმანეთს ამხელა აგრესიით ექცეოდნენ, მოგვარდა. და ნუ მშობლების პრობლემა დარჩა, ისევ ისეთები არიან რაღაც მხრივ, მაგრამ ერთმანეთთან მიმართებაში მაინც არ გააჩნიათ აგრესია და ამავდროულად ცდილობენ, რომ გამოასწორონ საკუთარი თავები, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გავლენა აქვთ საკუთარი ოჯახებიდან. რაც შეეხება აზუმას დასასრული, არ ვიცი რამდენად გასაგები იყო მაყურებლისთვის რაღაც კომენტარები რომ ნახე, თითქოს აზუმას ცუდი დასასრული ქონდა ან რაღაც. აზუმას შიზუკა უყვარს, რა თქმა უნდა, და უყვარდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მთელი სერიალის განმავლობაში, მაგრამ
ის რა დამოკიდებულებაც ჰქონდა შიზუკასთან მიმართებაში იყოს უბრალოდ იგივე რაც დედამისთან მიმართებაში. ანუ შიზუკა ხო დედამის ახსენებს ისედაც ანუ მეოთხე სერიაში ჩანს. თუ სწორად მახსოვს მეოთხე სერიაშია ჩანს რომ დედამის ამსგავსებს და ამის გამო უნდა მისგან რაღაც ეფროვი რაღაც რომ საკმარისია მისთვის და ყველაფერს გააკეთებს და ყველაფერს სწორად გააკეთებს და დაეხმარება და შიზუკა დააფასებს. და შეუყვარდება ესე რომ ვთქვათ, ხო? იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც დედამისთან მიმართებაში ჰქონდა. და ზუსტად ეგ პრობლემა გვარდება. აზუმა აღარ ცდილობს რომ შიზუკასთან ურთიერთობა ჰქონდეს და ამავდროულად პატარათი არის ჰინტი ესე რომ ვთქვათ რა, მინიშნება ჩაგდებული, რომ აზუმამ საკუთარ ძმასთან ურთიერთობა მოაგვარა და რაღაც ჩხუბობს ხოლმე, რაც თხოვა, დაკოპის ხო თხოვა, რომ თუ შეხვდები სხვა პარალელურ სამყაროში ჩემს თავს უთხარი რომ საკუთარ ძმასთან იჩხუბოს ხოლმე. და შესაბამისად ახლოს იქნებოდა თავის ძმასთან, ხო? და მაქნა გამომდინარე აღარც აზუმაც აღარ ცდილობს რომ რაღაც ვიღაცებისთვის საკმარისი იყოს და ყველაფერი გააკეთოს იდეალური ადამიანი იყოს და საკუთარი მშობლისგან, დედისგან რაღაც დაფასება მიიღოს. აღარ ცდილობს მაგ ყველაფერს და მაქნა გამომდინარე ეგეც ასე თუ ისე კარგი დასასრული არის. იდეალური დასასრული რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ იდეალურ დასასრულს არ მგონია ვინმე ელოდებოდეს მსგავსი ამბიდან, ხო? მსგავს ამბებს საერთოდ რომ ოდნავ მაინც კარგი დასასრული აქვს, ცოტა გასაკვირია ხომ. ვიღაცებს რაღაც მომენტებში ვიცი რომ მე-6 სერიისგან ან ბოლო სერიისგან უფრო მეც ელოდნენ ვიდრე იყო, მაგრამ სხვა ვერაფერი ვერ იქნებოდა. სხვა რაღაც უფრო მაღალი დონის ვერ იქნებოდა იქიდან ანუ მე-4 და მე-5 სერია იმდენად მაღალი დონის იყო, რომ ხალხი ელოდა რომ მე-6 სერიაც რაღაცა საოცრება იქნებოდა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მე-6 სერია ან დასასრული ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო და მაგაზე მეტიც ვერ იქნებოდა და ვერც ნაკლები ვერ იქნებოდა. ნაკლები თუ იქნებოდა, მაგ შემთხვევაში ესე იგი ჩაფლავდებოდა, ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგაზე მეტი კიდე უბრალოდ შეუძლებელი იყო რომ ყოფილიყო. მაშინ უნდა გაეგრძელებინათ ამბავი და ამბავს ვერ გააგრძელებდნენ. იქიდან გამომდინარე რომ სუნთლიანობაში მანგას 16 ჩაფტერი აქვს და ცოტა რავი, კარგად დაწერილი ამბავია და მაგით გამომდინარე არ ვთვლი რომ კიდე გაგრძელება სჭირდებოდა. რაც შეეხება მთავარ საკითხს, რის გარშემოც ზოგადად ბრუნავს მთელი ანიმე და მთელი ამბავი. ეს არის ტაკოპის ცოდვა, რასაც მე ნუ ამ შემთხვევაში უმეცრებას დავუძახებ, იმიტომ რომ უცოდინარია და არ იცის რასთან აქვს საქმე, მაგრამ მაინც ცდილობს რომ ჩაერიოს და მაინც ცდილობს რომ მოაგვაროს კონკრეტული საკითხები, რაც არ გამოსდის, იმიტომ რომ არ იცის როგორ მოქმედებს ყველაფერი და რა უნდა გაკეთდეს, როგორ შეიძლება რომ ეგ პრობლემები გადაიჭრას. იმიტომ რომ არ იცნობს ადამიანებს, არ ესმის მათი ემპათია, მიუხედავად ემპათია გააჩნია მხოლოდ ემოციურად ესმის ადამიანების რასაც განიცდიან რაღაც სევდიანები რო არიან ან ბედნიერები რო არიან და შემდეგ ეს ემოციები ესმის, მაგრამ არ ესმის კონკრეტული სიტუაციები. არ იცის რა ხდება და არ გაეგება საერთოდ არაფერი. რაც ნუ მეცრება არის, ხო, უცოდინრობა არის, გაუნათლებლობა არის მარტივად რო ვთქვა. ზუსტად მაგის გარშემო ბრუნავს მთელი ანიმე, რომ დაკოპი რომელმაც რაც ხდება გარშემო არაფერი არ იცის და ვერ ერკვევა, ცდილობს რომ ჩაერიოს და პრობლემები მოაგვაროს. რაც რა თქმა უნდა არ გამოუვა, იმიტომ რომ უბრალოდ არ იცის. მაგის გარშემო ბრუნავს ზოგადად მთელი ამბავი და გვაჩვენებს რამხელა შეცდომა არის რაღაცასთან შეხება, როცა უცოდინარი ხარ, რაღაც გამოუცდელი ხარ და უცოდინარი ხარ და ცდილობ რომ მოაგვარო. ცდილობ რომ ჩაერიო და შეცვალო რაღაცეები, ხო? ეხლა ტაკოპის შემთხვევა მაგ სიტუაციაში რაღაც კონკრეტული არის, ხო? და ზებუნებრივიდან გამოწვეული არის ეს ყველაფერი, ან ზებუნებრივიდან თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც sci-fi-დან გამოწვეული არის ეს ყველაფერი. მაგრამ ანუ ანალოგიურად შეგვიძლია რომ ადამიანებზე გავავლოთ პარალელი, ხო? რაღაცეები რაც არ ვიცით, ან უნდა ვისწავლოთ და გავარკვიოთ, მარტივად რო ვთქვათ, გამოვერკვიოთ ამ ყველაფერში და შემდეგ შესაბამისად ვიმოქმედოთ და შესაბამისად გავაკეთოთ რაღაცეები და მერე ვეცადოთ რომ ეს ყველაფერი სწორად გამოვიდეს და შევცვალოთ რაღაცეები. ან თუ მაგას არ გავაკეთებთ, ჯობს რომ არ შევეხოთ საერთოდ. იმიტომ რომ ბევრად უარესი პრობლემები შეიძლება რომ გამოვიწვიოთ ჩვენი ჩარევით, როდესაც არაფერი არ ვიცით. ზოგადად არ ცოდვა არისო, ამბობენ ხოლმე, მაგრამ არ ცოდვა არის, როცა შენ არ ცდილობ რომ რაღაცეები შეცვალო, რაღაცებში ჩაერიო.
მაგრამ როდესაც არ იცი და მაინც ცდილობ რომ რაღაცებზე გავლენა მოახდინო და რაღაცები გააკეთო, მაგრამ უკვე ცოდვად შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ ეგ ყველაფერი, ყველა მოქმედება. რა თქმა უნდა, შეიძლება რომ გამოსულიყო, ხო? რაღაც გამართლების მომენტი შეიძლება რომ იყოს მაგ სიტუაციაში, რომ გამოგვივიდეს. მაგრამ უფრო დიდი შანსია რომ არ გამოგვივიდეს და ბევრად დიდი პრობლემები შევქმნათ, ვიდრე არსებობს. ვიდრე ჩვენ ვხედავთ, ან საერთოდ წარმოდგენა გვაქვს რამხელა პრობლემა არის. ეს არის თავარი საკითხი რის გარშემოც, რასაც გვაჩვენებს ზოგადად ამბავი. მთელი 5 ეპიზოდის განმავლობაში ზუსტად საკუთარი უცოდინრობით და უმეცრებით ტაკოპის გარშემო საშინელი შედეგები გვხვდება, ხო? ტაკოპი რო რაღაცებს აკეთებს, მაგთან გამომდინარე რაღაც საშინელებები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე რაღაცებს აკეთებს იდეაში, დროში დაბრუნებას რო არ ჩავთვლით, ძალიან მცირე ცვლილებებს იღებს, რომ შეიტანოს კონკრეტულ ამბავში. ბევრად უარეს რაღაცებს ქმნის. ხო, ეს არის მთავარი საკითხი, მთავარი სათქმელი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ანუ იმის გარდა რაც ვილაპარაკე, კიდევ ბევრი საკითხს ეხება ზოგადად ამბავი. მაგრამ თავარი ორი საკითხი მე ვთვლი, რომ მშობლები და უცოდინრობა და უმეცრება არის. რომლის გარშემოც ბრუნავს და ცდილობს რომ რაღაცა დაგვანახოს და გვაჩვენოს. დასრულდა და აღარც გაგრძელება რა თქმა უნდა აღარ ექნება, იმიტომ რომ ამბავი დასრულდა და მეტი რაღა უნდა იყოს, ტაკოპიც გაქრა, ხო, ტაკოპი გაქრა, მაგრამ რაღაც პატარა ფრაგმენტები დატოვა. საკუთარი არსებობის და მეტი აღარც გაგრძელდება და აღარც საჭიროა რომ გაგრძელდეს. იმედი მაქვს რომ ყველა ადამიანისთვის ვინც უყურა რაღაც გასაანალიზებლად მარტივი იყო, მაგრამ თუ ეგრე არ იყო, იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო მაინც მოგცემთ საშუალებას რომ ბოლომდე გაიაზროთ რაზეც არის კონკრეტული ამბავი, ანიმე. ეს მინდოდა რომ მთლიანობაში მეთქვა მეტი მგონი სალაპარაკოც არაფერია, იმიტომ რომ სუმთლიანობაში 6 ეპიზოდი აქვს და საკმაოდ მარტივად არის რაღაცები გადმოცემული, რაღაც ბავშვის ენაზე არის გადმოცემული. თვლი რომ ამ ანიმეს მშობლებმა, ან დასრულებმა განსაკუთრებით უნდა უყურონ, ვიდრე ბავშვებმა ზოგადად. მაგრამ რა თქმა უნდა ეგრე არ იქნება ჩვენ შემთხვევაში, ეგრე არ იქნება. მაგრამ თუ შეძლებთ რომ აყურებინოთ, კარგი იქნება, ჩემი აზრით. მეტი არაფერი არ მინდოდა რომ მეთქვა ამ ვიდეოთი. მადლობა ყველას ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და თუ ჩემთან კონტაქტი გინდათ, კიდე ინსტაგრამის ლინკია აღწერაში და შეგიძლიათ მათ მომწეროთ. კარგად.